მეგობრებო, წეგან ლაივს რაღაც დაემართა, ტელეფონმა დამირეკა და ძალიან ცუდ მომენტში გაითიშა. Что ты говорила, Элена? იმას ვამბობდი, რომ ალიონამ როგორც შეძლო ლამაზად გაუკეთა, ასე ვთქვათ, მეტად ვეღარ შეიძლებოდა. ეს არის მისი ჭრილობა. გაუკეთა ასევე საჭირო მედიკამენტები, მათ შორის გამოსაფხიზლებელი ნარკოზიდან. ყველა სიკეთესთან ერთად წეგან გესმოდათ თუ არა, არ ვიცი, გაასტერილა კიდევაც და მოკლედ ახლა ისღა დაგვრჩენია, ცოტა კიდე დაველოდოთ თვალის რეფლექსებს. Надо еще ждать, Алена. Чуть-чуть, да? Ага. უნდა დაველოდოთ, ახლა ცოტა კიდე უფრო უკეთესად გამოფხიზლდეს, მაინც ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, აი თვალის რეფლექსებს უმოწმებს ახლა. იწყებს გამოფხიზლებას და ესეთი ამბავია. სტერილიზაციაც გაიკეთა და წეგან ვთქვი კიდევაც, აი ალიონა ყურებსაც უწმინდავს, ვთქვი კიდევაც საბედნიეროდ ორსული არ აღმოჩნდა, რაც ძალიან კარგია. ძალიან ცუდი რაღაცეები აქვს ამ ყურშიც. და მოკლედ საერთო ჯამში ძალიან საწყალი არსება არის რა. რაც შეეხება რეაბილიტაციის პერიოდს მიმყავს სახლში და თან რომ მოვიყვანე, ალიონამ თვითონვე პირველმა გამოთქვა სურვილი, რომ თუ არ გყავ თუ არავინო, შემიძლიაო გავატარო რეაბილიტაციაო და აღარ დავაწვინე ეს ტვირთი მის მხრებზე და თქვი, რომ ჩემთან ვაპირებ გაჩერებას სახლში. ყურებით გაიწმინდა და еще чуть-чуть да проснулась. ნახეთ წინის წინა ლაივიდან მიხვდებით რაც ჭირდა, ფეხი ქონდა მომძვრალი და ძვალი უჩანდა და ამასთან ერთად ქონდა ძალიან დიდი ჭრილობა შიგნიდან, ბარძაყის შიგნიდან და შენარჩუნება შეუძლებელი და გამორიცხული იყო რა, ისე დღეში ქონდა, რომ ნახავთ თქვენ თვითონაც მიხვდებით. მადლობა ყველას ყურადღებისთვის და კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით, თუნდაც ერთი ლარით შეეწიოთ ამ ფისოს, რადგან დასჭირდება როგორც ანტიბიოტიკები, ისე კარგი კვება, იმიტომ რომ ხედავთ როგორი გამხდარია თან. კითხეთ, მეგობრებო, ისე თან საქმეავით. თუნდაც ერთი ლარით შეეწიეთ, მოგვეცით мотивация, ერთი ლარიც мотивацიის მომცემია და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კიდევ მრავალი სიცოცხლე ვიხსნათ. მადლობა და დაგემშვიდობებით.